როდესაც პოლიციამ 1990-იან წლებში სესილია თაქაიშვილის ძველ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, საძინებელში ძველ კომოდში იპოვეს წერილების პაკეტი, რომელიც წითელი ლენტით იყო შეკრული. ამ წერილებს ვასო გოძიაშვილი წერდა სხვა ქალებისთვის და სესილია ინახავდა მათ როგორც მტკიცებულებას. თითოეულ კონვერტზე მისივე ხელით იყო დაწერილი თარიღები და ინიციალები. ის აღრიცხავდა ყოველ ღალატს, ყოველ ტკივილს, ყოველ ღამეს, როცა ვასო არ დაბრუნებულა სახლში. ეს არქივი 30 წლის განმავლობაში იყო დამალული და მხოლოდ ახლა, როცა ორივე მათგანი აღარ არის ჩვენთან, ამ წერილებმა დაიწყეს ჭეშმარიტების მოყოლა. რატომ ინახავდა სესილია ამ საშინელ მტკიცებულებებს? ვისთვის აგროვებდა ამ დოკუმენტებს? და რატომ არასოდეს გამოიყენა ისინი საჯაროდ, როცა ვასო ყველას წინაშე აგრძელებდა იდეალური ქმრის როლის თამაშს? საქართველოს მთელი ქვეყანა იცნობდა მათ როგორც ოქროს წყვილს. სესილია ქვეყნის ბებია, რომლის ხმა თბილისის თეატრებში ისე ისმოდა, რომ ადამიანები ტიროდნენ, და ვასო გენიალური მსახიობი და რეჟისორი, რომლის იუმორმა მილიონები გაახალისა. მაგრამ ის, რასაც ხალხი ხედავდა სცენაზე და ეკრანზე, იყო ფასადი, ბრწყინვალე ნიღაბი, რომელიც მალავდა ოჯახურომს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. სესილია და ვასო იყვნენ ორი გენიოსი, ორი ძლიერი პიროვნება, ორი მედვედი ერთ ბუნაგში და ეს ბუნაგი იყო ძალიან პატარა მათი ორივეს ამბიციებისთვის. როდესაც კარები იხურებოდა, როდესაც აპლოდისმენტები ჩუმდებოდა, იწყებოდა რეალური სპექტაკლი, სადაც არ იყო გამარჯვებული, მხოლოდ ორი დაჭრილი გული და ბავშვები, რომლებიც ცდილობდნენ არ მოესმინათ მშობლების ღამის კამათები. ვასო გოძიაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ადვილად მოსდიოდა: ნიჭი, ჭკუა, შარმი და ქალების ყურადღება. ძალიან დიდი ყურადღება. მისი კოლეგები იხსენებენ, რომ გადაღებების პლატფორმაზე ყოველთვის იყო რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი, რომლებიც ვასოს გარშემო ტრიალებდნენ როგორც პეპლები ცეცხლის გარშემო. ის იყო მაგნიტი და ის ამას იცოდა და ის ამას იყენებდა. სესილია კი იყო ქალი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა, თავის კარიერას, თავის ემოციებს, თავის ტკივილს. ის არასოდეს ტიროდა საჯაროდ, არასოდეს უჩივლებდა მეგობრებს, არასოდეს აძლევდა ვასოს სიამოვნებას, რომ დაენახა მისი სისუსტე. მაგრამ სახლში, როცა ბავშვები იძინებდნენ, ის იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან, ეწეოდა სიგარეტს და უყურებდა ფანჯარას, ელოდა ხმებს იმ ნაბიჯების, რომლებიც აღარასოდეს მოისმოდა დროულად. მათი ქორწინება დაიწყო როგორც ზღაპარი, ორი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც შეუყვარდნენ ერთმანეთს თეატრის კულისებში, სადაც ჰაერი სავსე იყო მაკიაჟის სუნით, ძველი ხის სკრიპით და იმ განსაკუთრებული ელექტრობით, რომელიც მხოლოდ სცენას აქვს. სესილია იყო უკვე ცნობილი, მაგრამ ვასო იყო ის, ვინც აპირებდა მსოფლიოს დაპყრობას. ის იყო ამბიციური, თამამი, სავსე იდეებით და გეგმებით. სესილია დაინახა მასში არა მხოლოდ მეუღლე, არამედ პარტნიორი, ადამიანი, რომელთანაც ერთად შეეძლო შეექმნა რაღაც დიდი, რაღაც მნიშვნელოვანი. მაგრამ ვასოს სხვა გეგმები ჰქონდა. მას სჭირდებოდა არა პარტნიორი, არამედ აუდიტორია, არა თანასწორი, არამედ თაყვანისმცემელი. და როცა სესილიას ვარსკვლავი უფრო მაღლა ავიდა ვიდრე მისი, როცა მას უფრო მეტი როლი შესთავაზეს, უფრო ხშირად ახსენეს გაზეთებში, ვასო მიგრძნო რაღაც, რასაც ის არასოდეს აღიარებდა: შური. პირველი ღალატის შესახებ სესილიამ შეიტყო შემთხვევით, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ამბებში. ერთ-ერთმა გრიმმა, ქალმა, რომელიც მუშაობდა რუსთაველის თეატრში, უთხრა მას თითქმის შემთხვევით, თითქმის თანაგრძნობით: სესილია, შენ ხომ იცი, რომ ვასო ხშირად ჩნდება იმ პატარა კაფეში მარჯანიშვილზე? იქ ის ყოველთვის არის ერთ და იმავე ქალთან, ახალგაზრდა მსახიობთან, რომელიც ახლახან დაამთავრა სკოლა. სესილიამ მაშინ გაიღიმა, მადლობა უთხრა და გააგრძელა ჩაცმა სპექტაკლისთვის, მაგრამ მისი ხელები ძრწოდა, როცა ის იღებდა წითელ ტუჩსაცხებს. ის იმ საღამოს სცენაზე გამოვიდა და ითამაშა ისე, როგორც არასოდეს, ყოველი სიტყვა იყო დატვირთული ტკივილით, ყოველი ჟესტი იყო ღალატის ბრალდება. მაყურებელი დგა და აპლოდისმენტებდა 5 წუთის განმავლობაში, მაგრამ სესილია არ ხედავდა მათ. ის ხედავდა მხოლოდ ცარიელ სკამს პირველ რიგში, სადაც ვასო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. როდესაც ის სახლში დაბრუნდა იმ ღამეს, ვასო უკვე იძინებდა, ან თამაშობდა ძილს. სესილია ჩუმად შევიდა საძინებელში, გახადა მისი ქურთუკი და იპოვა კონვერტი ჯიბეში, პატარა, ვარდისფერი კონვერტი, რომელზეც იყო დაწერილი ჩემს ერთადერთს ქალის ხელით, რომელიც ცდილობდა იყოს ელეგანტური, მაგრამ იყო უბრალოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი. სესილიამ არ გახსნა ეს წერილი. მან უბრალოდ აიღო ის, წავიდა სამზარეულოში, ჩაწერა თარიღი და ინიციალები ერთ ნოტბუქში, რომელიც მან იმ ღამეს დაიწყო და დაიწყო ის არქივი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გაიზრდებოდა. ის არ დაუპირისპირდა ვასოს, არ გააკეთა სკანდალი, არ ატირდა. ის უბრალოდ დაელოდა. დაელოდა იმ დღეს, როდესაც ყველა ეს მტკიცებულება დასჭირდებოდა.
მაგრამ რისთვის? შურის ძიებისთვის? განქორწინებისთვის? თუ უბრალოდ იმისთვის, რომ გქონოდა რაღაც, რაც ამტკიცებდა, რომ მისი ტკივილი რეალური იყო, რომ ის არ გამოგონებული არ იყო, რომ ის არ იყო გიჟი? ვასო აგრძელებდა თავის ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ის ბრუნდებოდა სახლში გვიან ღამით, ახსნიდა ბავშვებს ისტორიებს, აცინებდა სესილიას, ეხუტებოდა მას და ეძინა მის გვერდით, ხოლო სესილია იცვდა, უყურებდა ჭერს, ითვლიდა ბზარებს და ფიქრობდა, რამდენი ქალი იყო მანამდე, რამდენი იქნებოდა შემდეგ. მან იცოდა, რომ ვასო არასოდეს შეწყვეტდა, რადგან ის არ შეეძლო. ის იყო ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა მუდმივი დადასტურება, რომ ის სასურველი იყო, რომ ის საინტერესო იყო, რომ ის ჯერ კიდევ ჰქონდა ის ძალა, რომელიც ახალგაზრდობაში ჰქონდა. და სესილია, რომელიც იყო ძლიერი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ვერ აძლევდა მას ამ დადასტურებას. ის იყო მისი თანასწორი და ეს იყო ის, რაც ვასოს ვერასოდეს აიტანდა. მათი ბავშვები იზრდებოდნენ ამ ომის ველზე, სადაც არასოდეს ისროდნენ ღიად, მაგრამ ყოველთვის იყო დაძაბულობა ჰაერში, ყოველთვის იყო რაღაც ნათქვამი, რაც უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე სიტყვები. ბავშვები სწავლობდნენ, როგორ გაეღიმათ, როდესაც მათ გულის ტკიოდათ, როგორ ეთამაშათ ბედნიერი ოჯახის როლი, როდესაც ჟურნალისტები მოდიოდნენ ინტერვიუსთვის, როგორ არ ეკითხათ კითხვები, რომლებზეც არ იყო პასუხები. ისინი იყვნენ მოწმეები იმ ომისა, რომელიც არასოდეს გამოცხადდა, მაგრამ ყოველთვის გრძელდებოდა. და როდესაც ისინი გაიზარდნენ და დატოვეს სახლი, სესილია და ვასო დარჩნენ მარტო, ორი უცხო ადამიანი, რომლებიც იცნობდნენ ერთმანეთს ძალიან კარგად და ამავე დროს საერთოდ არ იცნობდნენ. მაგრამ საზოგადოებისთვის ისინი ჯერ კიდევ იყვნენ იდეალური წყვილი. ყოველ საჯარო ღონისძიებაზე ისინი გამოჩნდებოდნენ ერთად, ხელჩაკიდებულები, გაღიმებულები და ხალხი ფიქრობდა, აჰა, ეს არის ნამდვილი სიყვარული, ეს არის ის, რაც გრძელდება წლების განმავლობაში, მაგრამ ის, რასაც ხალხი არ ხედავდა, იყო ის, რაც ხდებოდა მანქანაში გზაზე სახლისკენ, როდესაც სესილია უყურებდა ფანჯარას და ვასო აკრებდა მესიჯებს ტელეფონში, ან ის, რაც ხდებოდა სახლში, როდესაც კარი იხურებოდა და ისინი აღარ საჭიროებდნენ ნიღბებს. მაშინ იწყებოდა ჩუმება, ცივი, მძიმე ჩუმება, რომელიც უარესი იყო, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი კამათი. სესილია ინახავდა თავის ღირსებას ყველა ამ წლის განმავლობაში. ის არასოდეს ჩიოდა, არასოდეს ეძებდა თანაგრძნობას, არასოდეს ცდილობდა ვასოს დაცემას საჯაროდ. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა თამაშს, აგრძელებდა იმ ქალის როლს, რომელსაც ყველაფერი აქვს. მაგრამ ღამით, როდესაც ის მარტო რჩებოდა, ის იღებდა იმ წითელ ლენტით შეკრულ პაკეტს, აშლიდა მას და კითხულობდა იმ წერილებს, რომლებიც ვასო წერდა სხვა ქალებისთვის, წერილებს, სადაც ის წერდა იმ სიტყვებს, რომლებიც არასოდეს უთქვამს სესილიასთვის, სადაც ის აღიარებდა გრძნობებს, რომლებიც არასოდეს გამოუხატავს თავის ცოლისთვის. და ყოველი ასეთი წერილი იყო კიდევ ერთი ჭრილობა, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ის, რასაც ის ფიქრობდა, რომ იყო სიყვარული, იყო უბრალოდ ჩვევა, კომფორტი, ფასადი. რატომ არ წავიდა სესილია? რატომ არ დაასრულა ეს ყველაფერი, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა ძალა, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა დრო დაეწყო ახალი ცხოვრება? ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრი ეკითხებოდა, მაგრამ პასუხი იყო უფრო რთული ვიდრე ჩანდა. სესილია იყო ქალი, რომელიც გაიზარდა იმ დროს, როდესაც განქორწინება იყო სირცხვილი, როდესაც ქალი უნდა ეტანა ყველაფერი ოჯახის სახელის გადასარჩენად. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ეს. სესილია ჯერ კიდევ უყვარდა ვასო, უყვარდა ის ადამიანი, ვინც ის იყო, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ, უყვარდა ის ადამიანი, ვინც ის შეეძლო ყოფილიყო, თუ არ ჰქონდა ეს სისუსტე, ეს მუდმივი მოთხოვნილება დადასტურებისა. ის ელოდა იმას, რომ ერთ დღეს ვასო გამოიღვიძებდა და მიხვდებოდა, რომ ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა, იყო სახლში, იყო მის გვერდით, იყო იმ ქალში, რომელიც არასოდეს დატოვებდა მას, რომელიც ყოველთვის იყო იქ, რომელიც ყოველთვის ელოდა. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა. ვასო აგრძელებდა თავის თამაშს, აგრძელებდა თავის ძებნას, აგრძელებდა თავის გაქცევას იმ რეალობისგან, რომელიც ელოდა მას სახლში. და სესილია აგრძელებდა მოლოდინს, აგრძელებდა იმედს, აგრძელებდა იმ წერილების შეგროვებას, რომლებიც ერთ დღეს ის ფიქრობდა, იქნებოდა მისი გამართლება, მისი მტკიცებულება, მისი შურისძიება. მაგრამ ვის წინაშე? ვასოს წინაშე, რომელიც არასოდეს აღიარებდა თავის ბრალს. საზოგადოების წინაშე, რომელიც არასოდეს დაიჯერებდა, რომ მათი საყვარელი ვასო შეეძლო ყოფილიყო ასეთი? თუ საკუთარი თავის წინაშე, რომ დაემტკიცებინა, რომ მისი ტკივილი იყო რეალური, რომ ის არ იყო გამოგონილი, რომ ის არ იყო სუსტი იმის გამო, რომ რჩებოდა. და ახლა, როდესაც ორივე მათგანი წავიდა, როდესაც ამ წერილებმა დაინახეს დღის სინათლე, ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტებას იმ ქორწინების შესახებ, რომელიც გარედან ჩანდა როგორც იდეალური, მაგრამ შიგნიდან იყო ველური ბრძოლა ორ ადამიანს შორის, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ყოფილიყვნენ ბედნიერები ერთად.
ორი გენიოსი, ორი ძლიერი პიროვნება, ორი მედვედი ერთ ბუნაგში. და ეს ბუნაგი, როგორც აღმოჩნდა, იყო ძალიან პატარა მათი ორივეს ამბიციებისთვის, მათი ორივეს ეგოსთვის, მათი ორივეს ტკივილისთვის. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? როგორ გაგრძელდა ეს ომი? და რა იყო ის საბოლოო წერტილი, რომელმაც დაასრულა ყველაფერი? თბილისის თეატრალური წრეები 1970-იან წლებში იყო პატარა სამყარო, სადაც ყველა იცნობდა ყველას, სადაც ჭორები ვრცელდებოდა უფრო სწრაფად ვიდრე ცეცხლი მშრალ ტყეში და სადაც სიმართლე ყოველთვის იყო ნაკლებად საინტერესო ვიდრე ლეგენდა. სესილია და ვასო იყვნენ ამ სამყაროს მეფე და დედოფალი, მაგრამ მათი სამეფო იყო გაყოფილი და ყველა იცოდა ეს, თუმცა არავინ ლაპარაკობდა ამაზე ხმამაღლა. იყო ერთგვარი ჩუმი შეთანხმება, ჩვენ ვიცით, რომ ისინი არ არიან ბედნიერები, მაგრამ ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს არაფერი არ ვიცით, რადგან ისინი არიან ჩვენი ვარსკვლავები, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ილუზია იმისა, რომ სიყვარული შეიძლება გაგრძელდეს სამუდამოდ. მაგრამ იყო ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ ჭეშმარიტებას, რადგან ისინი იყვნენ ძალიან ახლოს. გრიმიორები, რომლებიც ხედავდნენ სესილიას სახეს, როდესაც ის ფიქრობდა, რომ არავინ უყურებდა, და ხედავდნენ იმ ცრემლებს, რომლებსაც ის აწმენდა მაკიაჟით. კოსტიუმერები, რომლებიც ხედავდნენ, როგორ კარგავდა სესილია წონას, როგორ ხდებოდა მისი კაბები უფრო და უფრო ფართო, როგორ ცდილობდა ის დამალვა თავისი სხეული, რომელიც ხდებოდა უფრო და უფრო წვრილი, უფრო და უფრო მსხვერპლი. რეჟისორები, რომლებიც ხედავდნენ, როგორ იცვლებოდა სესილიას თამაში, როგორ ხდებოდა ის უფრო მძაფრი, უფრო ტკივილიანი, როგორ იწყებდა ის თავისი პერსონაჟების შიგნით ჩადება საკუთარი ტრაგედიის. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ნინო, ქალი, რომელიც მუშაობდა რუსთაველის თეატრში როგორც გრიმიორი 30 წლის განმავლობაში. ის იცნობდა სესილიას მაშინ, როდესაც ის იყო ახალგაზრდა, ლამაზი, სავსე სიცოცხლით და იმედით. და ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში, როგორ ქრებოდა ის სინათლე მის თვალებში, როგორ ჩნდებოდა ის ხაზები მის სახეზე, რომლებიც არ იყო ასაკის ხაზები, არამედ ტკივილის ხაზები. ნინო იხსენებს ერთ საღამოს 1975 წელს, როდესაც სესილია შემოვიდა გრიმიორკაში სპექტაკლამდე 2 საათით ადრე. ის იჯდა სარკის წინ და უბრალოდ უყურებდა თავის ასახვას და ნინომ დაინახა, რომ მისი ხელები ძრწოდა. სესილია, ყველაფერი რიგზეა? ჰკითხა ნინომ. სესილიამ გაიგიმა ის ღიმილი, რომელსაც ის ასე კარგად იცნობდა, ის ღიმილი, რომელიც არაფერს ნიშნავდა. რა თქმა უნდა, ნინო. უბრალოდ ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ ნინომ იცოდა, რომ ეს არ იყო დაღლილობა. ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც უფრო ღრმა, რაღაც, რაც ჭამდა სესილიას შიგნიდან. იმ საღამოს სპექტაკლი იყო ანა კარენინა და სესილია თამაშობდა ანას როლს. ის იყო როლი, რომელიც მას უკვე 100-ჯერ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ იმ საღამოს რაღაც განსხვავებული იყო. როდესაც სესილია გამოვიდა სცენაზე, როდესაც ის დაიწყო თავისი მონოლოგი, ნინო, რომელიც იდგა კულისებში, იგრძნო, რომ ეს აღარ იყო თამაში. ეს იყო აღსარება. სესილია ლაპარაკობდა ანას სიტყვებით, მაგრამ ის იყო სესილიას ტკივილი, სესილიას სასოწარკვეთა, სესილიას ბრალდება. რატომ უნდა ვიტანჯო მე იმის გამო, რომ მე ვიყავი პატიოსანი? რატომ უნდა დავიცვა ის, რაც დიდი ხანია აღარ არსებობს? ეს იყო ანას სიტყვები, მაგრამ ისინი ჟღერდა როგორც სესილიას კითხვები, რომლებსაც ის არასოდეს დაუსვამდა ვასოს, არასოდეს დაუსვამდა საკუთარ თავს ხმამაღლა. იმ საღამოს სპექტაკლის შემდეგ ნინო შევიდა გრიმიორკაში და იპოვა სესილია, რომელიც იჯდა იმავე ადგილას, სარკის წინ და აშლიდა მაკიაჟს. მაგრამ მისი ხელები ისევ ძრწოდა და ნინომ დაინახა, რომ მის ლოხებზე იყო ცრემლების კვალი. სესილია დაიწყო ნინომ, მაგრამ სესილიამ აიღო ხელი, არაფერი ნინო. უბრალოდ ძალიან ჩაუღრმავდი როლს. ზოგჯერ ხდება ასე, მაგრამ ნინომ იცოდა, რომ ეს არ იყო როლი. ეს იყო რეალობა, რომელსაც სესილია ცდილობდა დამალვა, მაგრამ რომელიც იჭრებოდა გარეთ ყოველ შესაძლებლობაზე. ვასო იმ საღამოს არ იყო სპექტაკლზე. ის იყო, როგორც ყოველთვის, სხვაგან, სხვა ადამიანებთან, სხვა ცხოვრებაში. სესილიამ იცოდა ეს, მაგრამ ის აღარ ეკითხებოდა სად იყო, რას აკეთებდა, ვისთან იყო. ის უბრალოდ ელოდა იმას, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდებოდა, ელოდა იმას, რომ ერთ დღეს ვასო დაბრუნდებოდა სახლში და იტყოდა, მე მინდა დაუბრუნდე, მინდა ვიყო ისევ ის, ვინც ვიყავი, როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა, რადგან ვასო არ იყო ის ადამიანი, რომელიც ბრუნდებოდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მიდიოდა წინ, ყოველთვის ეძებდა რაღაც ახალს, რაღაც უკეთეს, რაღაც, რაც ავსებდა იმ სიცარიელეს, რომელიც იყო მის შიგნით. მაგრამ რა იყო ეს სიცარიელე? რატომ არ შეეძლო ვასოს იყოს კმაყოფილი იმით, რაც ჰქონდა?
რატომ არ შეეძლო მას დაენახა, რომ სესილია იყო ყველაფერი, რაც მას ოდესმე დასჭირდებოდა, ლამაზი, ნიჭიერი, ძლიერი, ერთგული. პასუხი იყო უფრო რთული, ვიდრე ჩანდა. ვასო იყო ადამიანი, რომელიც გაიზარდა ღარიბ ოჯახში, სადაც არაფერი არ იყო, სადაც ყოველი ნაჭერი პური იყო ბრძოლა, სადაც ყოველი ღიმილი იყო გამარჯვება. ის ისწავლა, რომ ცხოვრება არის ბრძოლა, რომ არაფერი არ მოდის ადვილად, რომ ყოველთვის უნდა იყო უფრო ძლიერი, უფრო ჭკვიანი, უფრო მიმზიდველი ვიდრე სხვები. და როდესაც ის გახდა ცნობილი, როდესაც ის მიაღწია წარმატებას, ის ვერ შეწყვიტა ბრძოლა. ის ვერ შეწყვიტა მტკიცება, რომ ის იყო საუკეთესო, რომ ის იყო ღირსი, რომ ის იყო სასურველი. და სესილია, რომელიც იყო ძლიერი და მოუკიდებელი, წარმატებული, არ საჭიროებდა მას იმ გზით, როგორც ვასოს სჭირდებოდა საჭიროება. ის არ საჭიროებდა მას, რომ გადაერჩინა, არ საჭიროებდა მას, რომ დაეცვა, არ საჭიროებდა მას, რომ დაემტკიცებინა, რომ ის იყო ღირსი. ის უბრალოდ უყვარდა და ეს სიყვარული იყო მშვიდი, სტაბილური, უპირობო. მაგრამ ვასოს არ სჭირდებოდა მშვიდი სიყვარული. მას სჭირდებოდა ვნება, დრამა, ბრძოლა. მას სჭირდებოდა იგრძნო, რომ ის იყო გმირი, რომ ის იყო დამპყრობელი, რომ ის იყო ის, ვინც იგებდა. და ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მას ატრიალებდნენ, აძლევდნენ მას ამ შეგრძნებას. ისინი უყურებდნენ მას როგორც გმირს, როგორც ვარსკვლავს, როგორც ადამიანს, რომელსაც შეეძლო ყველაფერი. და ვასო იყო დამოკიდებული ამ შეხედულებაზე, დამოკიდებული ამ შეგრძნებაზე, დამოკიდებული ამ ილუზიაზე. სესილია ხედავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ის არ შეეძლო გააკეთოს არაფერი. ის არ შეეძლო შეეცვალა ვასო, არ შეეძლო აივსო ის სიცარიელე, რომელიც იყო მის შიგნით, არ შეეძლო გახდომოდა ის, რაც ვასოს სჭირდებოდა. ის შეეძლო მხოლოდ იყოს ის, ვინც ის იყო და ელოდა იმას, რომ ერთ დღეს ეს იქნებოდა საკმარისი. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა და სესილია ნელ-ნელა იწყებდა მიხვედრას, რომ ის არასოდეს მოვიდოდა, რომ ის ელოდა რაღაცას, რაც არასოდეს მოხდებოდა, რომ ის ატარებდა თავის ცხოვრებას ილუზიაში, რომელიც იყო ისევე მტკივნეული, როგორც რეალობა. და მაშინ 1976 წელს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ერთ საღამოს, როდესაც სესილია დაბრუნდა სახლში რეპეტიციიდან, ის იპოვა ვასო, რომელიც იჯდა სამზარეულოში, სვამდა ღვინოს და უყურებდა ფანჯარას. ეს იყო უჩვეულო, რადგან ვასო არასოდეს იყო სახლში ამ დროს, არასოდეს იჯდა მარტო, არასოდეს სვამდა ასე ჩუმად, ასე სერიოზულად. სესილია შევიდა, გახადა ქურთუკი და ჰკითხა, რა მოხდა, ვასომ არ უპასუხა მაშინვე. ის უბრალოდ აგრძელებდა ღვინოს მას, უყურებდა ფანჯარას და სესილია მიგრძნო, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. საბოლოოდ ვასომ თქვა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, მე მინდა განქორწინდე. სესილია იდგა და უყურებდა მას და ის იგრძნო, რომ მთელი სამყარო გაჩერდა. ის ელოდა ამ სიტყვებს წლების განმავლობაში, ის იცოდა, რომ ისინი მოვიდოდნენ, მაგრამ როდესაც ისინი საბოლოოდ მოვიდა, ის არ იყო მზად. ის არასოდეს იქნებოდა მზად. რატომ? ჰკითხა მან, თუმცა იცოდა პასუხი. რადგან ეს აღარ მუშაობს, სესილია. ჩვენ ვართ ორი უცხო ადამიანი, რომლებიც ვცხოვრობთ ერთ სახლში. ეს არ არის სწორი, არც შენთვის, არც ჩემთვის, სესილიამ გაიგიმა, ის ღიმილი, რომელიც არაფერს ნიშნავდა. და ვინ არის ის ქალი, ვასო? ვინ არის ის, ვისთვისაც შენ მატოვებ, ვასომ არ უპასუხა, მაგრამ მისი ჩუმება იყო პასუხი. იყო ქალი, რა თქმა უნდა იყო. ყოველთვის იყო ქალი. მაგრამ ამჯერად ეს იყო განსხვავებული. ამჯერად ეს არ იყო უბრალოდ რომანი, არ იყო უბრალოდ თავგადასავალი. ამჯერად ვასო რეალურად აპირებდა წასვლას, რეალურად აპირებდა დატოვებას ყველაფრისა, ოჯახის, სახლის, იმ ცხოვრების, რომელიც ისინი ააშენეს ერთად. და სესილია, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებდა თავის ემოციებს, იგრძნო, რომ რაღაც გატყდა მის შიგნით, რაღაც, რაც ის ინახავდა წლების განმავლობაში, რაღაც, რაც ის ცდილობდა დამალო ყველასგან, თუნდაც საკუთარი თავისგან. ის იგრძნო, რომ ის კარგავდა კონტროლს, რომ ის ეცემოდა, რომ ის ვერ შეძლებდა აღარ იყოს ძლიერი. მაგრამ ის არ ატირდა. ის არ ევედრებოდა. ის უბრალოდ თქვა, კარგი ვასო. თუ ეს არის ის, რაც შენ გინდა, მაშინ გააკეთე ეს. მაგრამ იცოდე, რომ როდესაც შენ წახვალ, შენ დატოვებ არა მხოლოდ მე. შენ დატოვებ ყველაფერს, რაც ჩვენ ვიყავით, ყველაფერს, რაც ჩვენ შევქმენით. ყველაფერს, რაც ჩვენ შეეძლო ყოფილიყო, ვასომ კივნოდა, მაგრამ არაფერი თქვა. და სესილია გავიდა სამზარეულოდან, ავიდა საძინებელში, დახურა კარი და მხოლოდ მაშინ, მხოლოდ როდესაც ის იყო მარტო, მხოლოდ როდესაც არავინ ხედავდა, ის დაუშვა თავის თავს ატირება. ის ტიროდა ყველა იმ წლის გამო, რომლებიც ის დახარჯა ლოდინში, ყველა იმ ღამის გამო, რომლებიც ის გაატარა მარტო, ყველა იმ ტკივილის გამო, რომელიც ის ინახავდა შიგნით.
ის ტიროდა იმ ქალის გამო, რომელიც ის იყო, როდესაც ის პირველად შეხვდა ვასოს, იმ ქალის გამო, რომელიც ის შეეძლო ყოფილიყო, თუ ის არ შეუყვარდებოდა არასწორ ადამიანს. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? გაიყარა თუ არა ისინი რეალურად? და ვინ იყო ის ქალი, რომლისთვისაც ვასო აპირებდა ყველაფრის დატოვებას? და რა იყო ის, რამაც საბოლოოდ დაასრულა ეს ყველაფერი? ქალი, რომლისთვისაც ვასო გოძიაშვილი აპირებდა თავისი ოჯახის დატოვებას, არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი ახალგაზრდა მსახიობი, კიდევ ერთი ლამაზი სახე, რომელიც გაივლიდა მის ცხოვრებაში და გაქრებოდა. ეს იყო ქალი, რომელიც, როგორც ვასო ფიქრობდა, ესმოდა მას, რომელიც აძლევდა მას იმას, რაც სესილია ვერასოდეს შეეძლო მიეცა, უპირობო აღფრთოვანება, უპირობო თაყვანისცემა, უპირობო რწმენა იმაში, რომ ის იყო გენიოსი, რომ ის იყო ყველაზე დიდი, რომ ის იყო ღირსი ყველაფრისა. მისი სახელი იყო ნატო და ის იყო 30 წლის, თითქმის 25 წლით უმცროსი ვასოზე. ის მუშაობდა როგორც მსახიობი მარჯანიშვილის თეატრში და ის შეხვდა ვასოს, როდესაც ის დადგა ერთ-ერთი სპექტაკლი იქ. ნატო იყო ლამაზი, ახალგაზრდა, სავსე ენერგიით და ამბიციებით და ის ხედავდა ვასოში არა მხოლოდ რეჟისორს, არამედ მენტორს, მასწავლებელს, ადამიანს, რომელსაც შეეძლო გაეხსნა მისთვის კარები, რომლებიც სხვაგვარად დახურული იქნებოდა. მაგრამ ვასო ხედავდა მასში რაღაც სხვას. ის ხედავდა ახალგაზრდობას, რომელიც მას აღარ ჰქონდა, ენერგიას, რომელიც მას აღარ გრძნობდა, იმედს, რომელიც მას აღარ ჰქონდა. ნატო უყურებდა მას ისე, როგორც სესილია აღარ უყურებდა, როგორც გმირს, როგორც ვარსკვლავს, როგორც ადამიანს, რომელსაც შეეძლო ყველაფერი. და ვასო, რომელიც იყო დამოკიდებული ამ შეხედულებაზე, ვერ წინააღმდეგობდა. ის დაიწყო ნატოსთან შეხვედრები, ჯერ საიდუმლოდ, შემდეგ უფრო და უფრო ღიად და მალე მთელი თბილისი საუბრობდა ამაზე. ხალხი ხედავდა მათ ერთად კაფეებში, რესტორნებში, თეატრებში და ისინი ჩურჩულებდნენ, ისინი მსჯელობდნენ, ისინი გმობდნენ, მაგრამ ვასოს არ აინტერესებდა. ის იყო შეყვარებული, ან ის ფიქრობდა, რომ იყო შეყვარებული და ის აპირებდა ყველაფრის დატოვებას ამ ახალი სიყვარულისთვის. სესილია იცოდა ყველაფერი ამის შესახებ. ის იცოდა ნატოს სახელი, იცოდა სად მუშაობდა, იცოდა როგორ გამოიყურებოდა. ის თუნდაც ნახა ისინი ერთად-ერთხელ, შემთხვევით ქუჩაში, როდესაც ის მიდიოდა რეპეტიციაზე. ვასო და ნატო იდგნენ ერთ კაფეს გარეთ, ისინი იცინოდნენ და ვასო ეხუტებოდა ნატოს ისე, როგორც ის აღარ ეხუტებოდა სესილიას წლების განმავლობაში. სესილია გაჩერდა, უყურებდა მათ რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ გააგრძელა სიარული, თითქოს არაფერი არ მომხდარა, თითქოს მისი გული არ იყო გატეხილი კიდევ ერთხელ, თითქოს ის არ გრძნობდა, რომ ის კარგავდა ბრძოლას, რომელიც ის არასოდეს აპირებდა მოგებას. მაგრამ იყო ადამიანი, რომელიც არ აპირებდა ჩუმად ყოფნას, ადამიანი, რომელიც გადაწყვიტა ჩაერია, ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა უფლება ეთქვა სესილიასთვის ჭეშმარიტება. ეს იყო ელენე, სესილიას უახლოესი მეგობარი, ქალი, რომელიც იცნობდა მას 30 წლის განმავლობაში, რომელიც ხედავდა მის ტკივილს, რომელიც ვერ იტანდა იმას, რომ სესილია აგრძელებდა ამ ყველაფრის ტანას. ელენე მივიდა სესილიასთან ერთ დღეს, ჩაიჯდა მის გვერდით და თქვა: სესილია, შენ უნდა დაასრულო ეს. შენ უნდა წახვიდე. შენ უნდა დატოვო ვასო და დაიწყო ახალი ცხოვრება. შენ იმსახურებ უკეთეს ვიდრე ეს, სესილიამ გაიღიმა, ის ღიმილი, რომელიც არაფერს ნიშნავდა. ელენე, მე ვიცი, რომ შენ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი არჩევანი. მე არ შემიძლია უბრალოდ წავიდე. მე მაქვს ბავშვები, მე მაქვს ოჯახი, მე მაქვს. ელენემ შეაწყვეტინა, შენ აღარ გაქვს ოჯახი, სესილია. შენ გაქვს ილუზია ოჯახისა. ვასო აღარ არის შენთან. ის არის იმ ქალთან, იმ ნატოსთან და ის არასოდეს დაბრუნდება. და შენ ხარ აქ, ელოდები რაღაცას, რაც არასოდეს მოხდება. ეს არ არის ცხოვრება, სესილია. ეს არის სიკვდილი, ნელი, მტკივნეული სიკვდილი. სესილია უყურებდა ელენეს და ის იცოდა, რომ ელენე მართალი იყო. ის იცოდა, რომ ის ატარებდა თავის ცხოვრებას ილუზიაში, რომ ის ელოდა რაღაცას, რაც არასოდეს მოხდებოდა, რომ ის კარგავდა თავის დროს, თავის ენერგიას, თავის ცხოვრებას. მაგრამ ის არ შეეძლო წასვლა. ის არ შეეძლო დატოვება. რატომ? რადგან ის ჯერ კიდევ უყვარდა ვასო? რადგან ის ჯერ კიდევ იმედოვნებდა? თუ რადგან ის ეშინოდა იმისა, რომ თუ ის წავიდოდა, თუ ის დაასრულებდა ამ ყველაფერს, ის აღიარებდა, რომ ყველა ეს წლები იყო ფუჭი, რომ ყველა ეს ტკივილი იყო უაზრო, რომ ის დახარჯა თავისი ცხოვრება ადამიანზე, რომელიც არასოდეს იყო ღირსი მისი სიყვარულისა. მე არ შემიძლია, ელენე, თქვა სესილიამ ჩუმად.
მე უბრალოდ არ შემიძლია, ელენემ ჩაიკრა თავი იმ სევდით, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც ხედავ ადამიანს, რომელსაც უყვარხარ, როგორც ის ანადგურებს საკუთარ თავს და შენ ვერაფერს აკეთებ ამის შესაჩერებლად. მაშინ მე ვერაფერს გეტყვის, სესილია. მაგრამ იცოდე, რომ როდესაც შენ საჭიროებ მე ყოველთვის ვიქნები აქ და ელენე წავიდა დატოვა სესილია მარტო თავის ფიქრებთან, მარტო თავის ტკივილთან, მარტო თავის არჩევანთან. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო სესილიას გაეგრძელებინა ასე? რამდენ ხანს შეეძლო მას ეტანა ეს ყველაფერი? პასუხი მოვიდა მალე, ძალიან მალე. 1977 წელს ვასომ საბოლოოდ გააკეთა ის, რასაც ის ემუქრებოდა წლების განმავლობაში, ის გავიდა სახლიდან. ის აიღო თავისი ნივთები, ჩაიდო ჩემოდანში და თქვა სესილიასთვის, მე მივდივარ ნატოსთან. მე მინდა დავიწყო ახალი ცხოვრება, სადაც მე ვიქნები ბედნიერი, სადაც მე ვიქნები თავისუფალი. სესილია იდგა და უყურებდა მას და ის არ თქვა არაფერი. ის არ ატირდა, არ ევედრებოდა, არ ეკითხებოდა მას დარჩენას. ის უბრალოდ უყურებდა, როგორ აიღებდა ვასო თავის ჩემოდანს, როგორ მიდიოდა კარისკენ, როგორ გაჩერდა ერთ წამს, თითქოს ელოდა, რომ სესილია რაიმე ეთქვა, რაიმე გააკეთა, რაიმე, რაც შეაჩერებდა მას. მაგრამ სესილია არაფერი თქვა. ის უბრალოდ იდგა და უყურებდა და ვასომ გახსნა კარი და გავიდა. და როდესაც კარი დაიხურა, როდესაც სესილია დარჩა მარტო იმ დიდ ცარიელ სახლში, ის იგრძნო რაღაც უცნაური, არა ტკივილი, არა სევდა, არამედ ერთგვარი შვება. ის იგრძნო, რომ საბოლოოდ ბოლოს ბრძოლა დასრულდა. ის იგრძნო, რომ ის აღარ უნდა ელოდა, აღარ უნდა იმედოვნებდა, აღარ უნდა ეტანა. ის იგრძნო, რომ ის იყო თავისუფალი, თუმცა ეს თავისუფლება იყო ცარიელი, მტკივნეული, სავსე სიცარიელით. ის ჩაიჯდა სამზარეულოს მაგიდასთან, იმავე მაგიდასთან, სადაც ის იჯდა 1000-ჯერ, ელოდა ვასოს და ის აიღო ის წითელი ლენტით შეკრული პაკეტი, ის პაკეტი, რომელიც შეიცავდა ყველა იმ წერილს, ყველა იმ მტკიცებულებას, ყველა იმ ტკივილს. ის უყურებდა მას და ის ფიქრობდა, რისთვის მე შევაგროვე ეს ყველაფერი? რისთვის მე შევინახე ეს ყველაფერი? შურის ძიებისთვის. მაგრამ ვის მინდა შური? ვასოს, რომელიც უკვე წავიდა? საკუთარ თავს, რომელიც დარჩა. და ის გააცნობიერა, რომ ეს წერილები არ იყო მტკიცებულება ვასოს ბრალისა. ისინი იყო მტკიცებულება მისი საკუთარი სისუსტისა, მისი საკუთარი უნარობისა წასვლის, მისი საკუთარი შიშისა დარჩენის მარტო. და ის აიღო ეს პაკეტი, ეს წითელი ლენტით შეკრული პაკეტი და ის წავიდა ეზოში და ის დაწვა ის. ის უყურებდა, როგორ იცვოდა ეს წერილები, როგორ იქცეოდა ისინი ფერფლად, როგორ ქრებოდა ისინი ჰაერში და ის იგრძნო, რომ რაღაც ქრებოდა მის შიგნითაც, ის ტკივილი, ის სიძულვილი, ის სიმწარე, რომელიც ის ატარებდა წლების განმავლობაში. ის იგრძნო, რომ ის იწმენდა, რომ ის თავისუფლდებოდა, რომ ის იწყებდა რაღაც ახალს, რაღაც, რაც იყო მხოლოდ მისი, რაღაც, რაც არ იყო დაკავშირებული ვასოსთან, არ იყო დაკავშირებული წარსულთან, არ იყო დაკავშირებული ტკივილთან. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რადგან ვასოს წასვლა არ იყო დასასრული. ეს იყო დასაწყისი რაღაც ახლისა, რაღაც, რაც იქნებოდა უფრო რთული, უფრო მტკივნეული, უფრო დრამატული ვიდრე ყველაფერი, რაც მოხდა მანამდე. რადგან ვასო, როგორც აღმოჩნდა, ვერ იყო ბედნიერი ნატოსთან. ის ვერ იპოვა ის, რასაც ის ეძებდა. ის ვერ აავსო ის სიცარიელე, რომელიც იყო მის შიგნით. და მალე, ძალიან მალე ის დაიწყებდა ფიქრს დაბრუნებაზე, დაიწყებდა ფიქრს იმაზე, რომ იქნებ ის გააკეთა შეცდომა, იქნებ ის დატოვა ის, რაც მას რეალურად სჭირდებოდა. მაგრამ იქნებოდა თუ არა გვიან? იქნებოდა თუ არა სესილია მზად მიიღოს ის უკან? და რა ფასი უნდა გადაეხადა ორივე მათგანს ამ ბრძოლისთვის, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო? 1977 წლის ზამთარი იყო ყველაზე ცივი თბილისის ისტორიაში და არა მხოლოდ ამინდის გამო. მთელი ქალაქი საუბრობდა ერთ რამეზე, ვასო გოძიაშვილის და ნატოს ურთიერთობაზე, რომელიც, როგორც ყველა მიცოდა, იყო განწირული თავიდანვე. მაგრამ ის, რასაც არავინ იცოდა, იყო ის, რომ ვასოს ახალ ბინაში, იმ ბინაში, რომელიც მან დაიქირავა ნატოსთვის ვერეს უბანზე, ყოველ ღამე ხდებოდა რაღაც, რაც ჰგავდა უფრო ომს ვიდრე სიყვარულს. მეზობლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ და ქვემოთ, იხსენებენ, რომ ისინი ისმენდნენ ყვირილს, ჭურჭლის ტყდომის ხმებს, კარების ცემას. ერთ-ერთმა მეზობელმა, ქალბატონმა თამარმა, რომელიც ცხოვრობდა იმავე სადარბაზოში, მოგვიანებით თქვა ჟურნალისტებისთვის, მე ვიცოდი, რომ ეს ასე არ დასრულდებოდა კარგად. ვასო ბატონი. ყოველდილას გამოდიოდა ისეთი სახით, თითქოს მთელი ღამე არ ეძინა და ნატო ქალბატონი ტიროდა ბალკონზე, ეწეოდა სიგარეტს და ლაპარაკობდა ტელეფონში ვიღაცასთან, ვისაც ეუბნებოდა, რომ ის აღარ უძლებდა, რომ ის მოატყუეს, რომ ვასო არ იყო ის,
ვინც ის ფიქრობდა, რომ იყო, რა ხდებოდა იმ ბინაში, იმ 4 კედელს შორის, სადაც ვასო ეძებდა თავის დაკარგულ ახალგაზრდობას და ნატო ეძებდა თავის კარიერას. ჭეშმარიტება იყო უფრო პროზაული და უფრო სამწუხარო, ვიდრე ნებისმიერი რომანტიკული ისტორია. ვასო, რომელიც დატოვა სესილია იმ იმედით, რომ ის იპოვიდა ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ თავის თავს, აღმოჩნდა იმ რეალობაში, სადაც ის იყო უბრალოდ ხანში შესული კაცი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სჭირდებოდა არა სიყვარული, არამედ კავშირები, არა პარტნიორი, არამედ ბილეთი წარმატებისკენ. ნატო, რომელიც თავიდან რეალურად ფიქრობდა, რომ ის შეყვარებული იყო ვასოში, მალე მიხვდა, რომ ის შეყვარებული იყო არა ვასოში, არამედ იმაში, რასაც ვასოს შეეძლო მისთვის მიცემა როლებში, კონტაქტებში, ცნობადობაში. და ვასო, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ატარებდა ნიღბებს, რომელიც ყოველთვის თამაშობდა როლებს, აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც მას აღარ შეეძლო თამაში. ის იყო დაღლილი, გამოფიტული და კარგული. ის ხედავდა ნატოს თვალებში იმავე გამოხედვას, რომელსაც ის ხედავდა სესილიას თვალებში წლების განმავლობაში, იმედგაცრუებას, ციბრაზეს, სიძულვილს. მაგრამ სესილია მაინც რჩებოდა, სესილია მაინც იტანდა, სესილია მაინც ელოდა. ნატო არა. ნატო იყო ახალგაზრდა, ამბიციური და მას არ ჰქონდა დრო ლოდინისთვის, არ ჰქონდა მოთმინება ტანჯვისთვის. ის სჭირდებოდა რეზულტატები და ის სჭირდებოდა ახლა. ერთ საღამოს, როდესაც ვასო დაბრუნდა სახლში გვიან ღამით რეპეტიციიდან, ის იპოვა ნატო, რომელიც იჯდა სამზარეულოში, სვამდა ღვინოს და უყურებდა მას ისეთი მზერით, რომელიც ვასომ კარგად იცოდა, ეს იყო მზერა, რომელიც წინ უსწრებდა ბრძოლას. სად იყავი? ჰკითხა ნატომ, თუმცა ის იცოდა პასუხი. რეპეტიციაზე, ნატო. მე გითხარი დილით. არა, ვასო. შენ არ იყავი რეპეტიციაზე. მე დავურეკე თეატრს. მათ მითხრეს, რომ რეპეტიცია დასრულდა 5 საათზე. ახლა 11-ია. სად იყავი ამ 6 საათში? ვასომ ჩაიკრა თავი იმ დაღლილობით, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ყველაფერი მეორდება, რომ ისტორია მეორდება, რომ შენ ისევ იმავე ადგილას ხარ, სადაც იყავი წლების წინ. მე ვიყავი სესილიასთან, თქვა მან ჩუმად, და ეს სიტყვები ჩამოვარდა ოთახში როგორც ბომბი. ნატო დადგა ისე სწრაფად, რომ მისმა სკამა გადაიქცა. შენ რა თქვი? მე ვიყავი სესილიასთან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბავშვების შესახებ, განქორწინების შესახებ, ქონების გაყოფის შესახებ. და რამდენი ხანი სჭირდება 6 საათი ამ საუბრისთვის, ვასო? რას აკეთებდით ამ 6 საათში? საუბრობდით? თუ რაღაც სხვას, ვასომ უყურა ნატოს და ის დაინახა მასში რაღაც, რაც მას არასოდეს უნახავს შიში. ნატო ეშინოდა იმისა, რომ ვასო დაბრუნდებოდა სესილიასთან, ეშინოდა იმისა, რომ ის კარგავდა მას, ეშინოდა იმისა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის გააკეთა ეს ყველაფერი, იქნებოდა ფუჭი. ნატო, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით. არაფერი მეტი. მე არ გჯერა, ვასო. მე აღარ გჯერა. შენ ყოველთვის ატყუებ. შენ ატყუებდი სესილიას ჩემთან, ახლა შენ მატყუებ მე სესილიასთან. ეს არის ის, ვინც შენ ხარ. შენ ხარ ტყუილის მტკმელი, შენ ხარ მოღალატე, შენ ხარ. ვასომ შეაწყვეტინა, საკმარისია, ნატო. საკმარისია, მაგრამ ნატო არ აპირებდა შეჩერებას. ის გააგრძელა ყველა იმ სიტყვის თქმა, რომელიც ის ინახავდა შიგნით კვირების განმავლობაში, ყველა იმ ბრალდების, ყველა იმ ტკივილის. და ვასო იდგა და უსმენდა და ის გრძნობდა, რომ რაღაც იშლებოდა მის შიგნით, რაღაც, რაც ის ცდილობდა შეენარჩუნებინა წლების განმავლობაში, ის ილუზია, რომ ის იყო კარგი ადამიანი, რომ ის იყო ღირსი სიყვარულისა, რომ ის იყო ღირსი პატივისცემისა. და მაშინ იმ მომენტში ვასომ გააცნობიერა რაღაც, რაც მან უნდა გაიაზრებინა წლების წინ, რომ ის არ ეძებდა სიყვარულს. ის ეძებდა თავის თავს, ეძებდა იმ ადამიანს, ვინც ის იყო, როდესაც ის იყო ახალგაზრდა, როდესაც ის ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ მას შეეძლო ყველაფერი, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ცხოვრება იყო არა მხოლოდ წარმატება და აპლოდისმენტები, არამედ ასევე მარცხი და ტკივილი და მარტოობა. და ის ვერ იპოვა ეს ადამიანი, ვერ იპოვა ეს ვერსია საკუთარი თავისა, რადგან ის აღარ არსებობდა, რადგან ის დაიკარგა წლების წინ, დაიკარგა იმ პირველ ღალატში, იმ პირველ ტყუილში, იმ პირველ არჩევანში, როდესაც მან აირჩია მარტივი გზა ნაცვლად სწორისა. შენ მართალი ხარ, ნატო, თქვა ვასომ ჩუმად. მე ვარ ტყუილის მტკმელი. მე ვარ მოღალატე. მე ვატყუე სესილიას, მე გატყუებ შენ, მე ვატყუებ საკუთარ თავს. და მე აღარ შემიძლია ეს.
მე აღარ შემიძლია ცხოვრება ასე, ნატო უყურებდა მას და მისი სახე იყო ნაზავი ბრაზისა და რაღაც სხვისა, იქნებ თანაგრძნობისა, იქნებ გაგებისა, იქნებ იმ აღიარებისა, რომ ისინი ორივე იყვნენ მსხვერპლი რაღაცისა, რაც იყო უფრო დიდი ვიდრე ისინი, რაღაცისა, რაც არ იყო მხოლოდ ვასოს ბრალი, არამედ ასევე მისი, ასევე სესილიას, ასევე ყველას, ვინც თამაშობდა ამ თამაშს. მაშინ რას აპირებ? ჰკითხა ნატომ. მე არ ვიცი, თქვა ვასომ. მე რეალურად არ ვიცი და ეს იყო პირველი ჯერი მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ვასო გოძიაშვილი, ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა პასუხები, ყოველთვის ჰქონდა გეგმები, ყოველთვის იცოდა რას აკეთებდა, აღიარა რომ ის იყო დაკარგული, რომ ის არ იცოდა სად მიდიოდა, რომ ის არ იცოდა ვინ იყო. და ეს აღიარება იყო ერთდროულად განთავისუფლება და წყევლა, რადგან როდესაც შენ აღიარებ, რომ შენ დაკარგული ხარ, შენ ასევე აღიარებ, რომ შენ უნდა იპოვო გზა და ეს გზა შეიძლება იყოს გრძელი, მტკივნეული, სავსე უკუქცევებით. მაგრამ სად იყო სესილია ამ ყველაფრის დროს? რას აკეთებდა ის, როდესაც ვასო იბრძოდა თავის დემონებთან ნატოს ბინაში? პასუხი იყო ერთდროულად მარტივი და რთული. სესილია აგრძელებდა ცხოვრებას, აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა იმ ქალის როლს, რომელსაც ყველაფერი აქვს. მაგრამ ღამით, როდესაც ის რჩებოდა მარტო იმ დიდ ცარიელ სახლში, ის იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და ფიქრობდა ვასოზე, ფიქრობდა იმაზე, სად იყო ის, რას აკეთებდა, იყო თუ არა ბედნიერი. და ზოგჯერ ძალიან იშვიათად ის იღებდა ტელეფონს და აკრებდა ვასოს ნომერს, მაგრამ არასოდეს არ აჭერდა ზარის ღილაკს. ის უბრალოდ უჭირავდა ტელეფონი, უყურებდა ნომერს და ფიქრობდა, რას ვეტყოდი მას? რას მინდა მისგან? მაპატიება? ახსნა განმარტება? დაბრუნება? და ერთ ღამეს, როდესაც თოვლი იწყებოდა გარეთ, როდესაც მთელი თბილისი იყო დაფარული თეთრი საბნით, რომელიც მალავდა ყველა ბინძურს, ყველა ტკივილს, ყველა ცოდვას, სესილიას ტელეფონი დარეკა. ის უყურებდა მას, უყურებდა იმ სახელს, რომელიც ანათებდა ეკრანზე ვასო და მისი გული იწყებდა სწრაფად ცემას, ისე სწრაფად, რომ ის ფიქრობდა, რომ ის შეიძლება გაჩერებულიყო. ის აიღო ტელეფონი, აიღო ის ხელით, რომელიც წრწოდა და თქვა, გამარჯობა ვასო და ვასოს ხმა, ის ხმა, რომელიც ის იცნობდა ისე კარგად, ის ხმა, რომელიც ის უყვარდა და სცულდა ერთდროულად, თქვა, სესილია მე უნდა შენთან ვისაუბრო. მე უნდა შენ გნახო. შეიძლება მოვიდე, სესილია ჩუმად იყო რამდენიმე წამის განმავლობაში, რომელიც ჩანდა როგორც საუკუნეობა. ის ფიქრობდა ყველა იმ ღამეზე, როდესაც ის ელოდა ამ ზარს, ყველა იმ დღეზე, როდესაც ის იმედოვნებდა, რომ ვასო დაბრუნდებოდა, ყველა იმ წუთზე, როდესაც ის ფიქრობდა, რომ თუ ვასო დაბრუნდებოდა, ყველაფერი იქნებოდა კარგად, ყველაფერი იქნებოდა ისევ ისეთი, როგორიც იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ეს მომენტი მოვიდა, როდესაც ვასო რეალურად ეკითხებოდა დაბრუნებას, სესილია გრძნობდა არა სიხარულს, არა შვებას, არამედ რაღაც სხვას შიშს. შიშს იმისა, რომ თუ ის დაუშვებდა ვასოს დაბრუნებას, თუ ის დაუშვებდა მას ისევ შემოსვლას თავის ცხოვრებაში, ყველაფერი მეორდებოდა, ყველა ტკივილი, ყველა ღალატი, ყველა ცრემლი. ვასო, თქვა მან ჩუმად, მე არ ვიცი არის თუ არა ეს კარგი იდეა. გთხოვ, სესილია. მე მჭირდება შენთან საუბარი. მე მჭირდება შენი ნახვა. ნე. მე უგრძნობ, რომ მე ვკარგავ გონებას და სესილიამ გაიგონა რაღაც მის ხმაში, რაღაც, რაც მას არასოდეს გაუგონია, სასოწარკვეთა. ვასო, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი, ყოველთვის იყო დარწმუნებული, ყოველთვის იყო კონტროლში, ჟერდა როგორც ადამიანი, რომელიც იყო კიდეზე, როგორც ადამიანი, რომელიც იყო ერთი ნაბიჯით დაშორებული ჩამოვარდნისგან. და სესილია, რომელიც ჯერ კიდევ უყვარდა ის, რომელიც ჯერ კიდევ ზრუნავდა მასზე, ვერ უთხრა არა. კარგი, თქვა მან. მოდი. მაგრამ არა დღეს. ხვალ 2 საათზე. მადლობა, სესილია. მადლობა, და ვასომ გათიშა ტელეფონი და სესილია დარჩა იქ, იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან, უჭირავდა ტელეფონი და უყურებდა ფანჯარას, სადაც თოვლი აგრძელებდა ცემას, აგრძელებდა ყველაფრის დაფარვას თავისი თეთრი საბნით. და ის ფიქრობდა, რას ვაკეთებ? რატომ ვუშვებ მას ისევ შემოსვლას? რატომ ვერ ვუთხარი არა? და პასუხი იყო მარტივი და მტკივნეული, რადგან ის ჯერ კიდევ იმედოვნებდა, ჯერ კიდევ სჯეროდა, ჯერ კიდევ უყვარდა. მაგრამ რას მოიტანდა ეს შეხვედრა? რას ეტყოდა ვასო მას? და რას უპასუხებდა სესილია? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხები მოვიდოდა მალე, ძალიან მალე, და ეს პასუხები შეცვლიდა ყველაფერს, შეცვლიდა არა მხოლოდ მათ ურთიერთობას, არამედ ასევე მათ ცხოვრებას, მათ მომავალს, მათ ბედს.
მეორე დღეს ზუსტად 2 საათზე, როდესაც თბილისი ჯერ კიდევ იყო დაფარული გუშინდელი თოვლით, რომელიც ახლა იყო ნახევრად გალღობილი და ბინძური, ვასო გოძიაშვილი დადგა სესილიას სახლის კარებთან. ის იდგა იქ რამდენიმე წუთის განმავლობაში, უყურებდა იმ კარს, რომელსაც ის იცნობდა ისე კარგად, იმ კარს, რომელსაც ის გადიოდა 1000-ჯერ, იმ კარს, რომელიც იყო შესასვლელი იმ ცხოვრებაში, რომელიც ის დატოვა. ის ფიქრობდა, რას ვაკეთებ აქ? რა მინდა? დაბრუნება? მაპატიება? თუ უბრალოდ დადასტურება იმისა, რომ ის, რაც მე დავკარგე, იყო რეალური, იყო ღირებული, იყო მნიშვნელოვანი. და ის არ იცოდა პასუხი, მაგრამ ის იცოდა, რომ მას უნდა შესულიყო, უნდა ენახა სესილია, უნდა ესაუბრა მასთან. ის დააჭირა ზარს და რამდენიმე წამის შემდეგ კარი გაიღო და იქ იდგა სესილია. ის იყო ჩაცმული მარტივად, ძალიან მარტივად, ისე როგორც ის არასოდეს ჩაცმულა, როდესაც ისინი იყვნენ ერთად, ჯინსები, მარტივი პერანგი, არანაირი მაკიაჟი, არანაირი სამკაულები. ის გამოიყურებოდა უფრო ახალგაზრდა, უფრო მარტივი, უფრო რეალური, ვიდრე ვასოს ახსოვდა. და ვასო მიგრძნო რაღაც თავის გულში, რაღაც, რაც ის არ გრძნობდა წლების განმავლობაში, ნოსტალგია, ტკივილის სინანული. გამარჯობა, ვასო, თქვა სესილიამ და მისი ხმა იყო მშვიდი, კონტროლირებადი, ისეთი, როგორიც ის ყოველთვის იყო. გამარჯობა, სესილია, უპასუხა ვასომ და ის შევიდა იმ სახლში, რომელიც ოდესღაც იყო მისი, მაგრამ ახლა გრძნობდა როგორც უცხო ტერიტორია. ისინი ჩაიჯდნენ სამზარეულოში, იმავე მაგიდასთან, სადაც ისინი იჯდნენ 1000-ჯერ, სადაც ისინი ჭამდნენ ერთად, სადაც ისინი საუბრობდნენ, სადაც ისინი კამათობდნენ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ თავიანთ ცხოვრებას. სესილიამ მოამზადა ჩაი, ჩაასხა ორ ჩიქაში და ჩაუდო ერთი ვასოს. მადლობა, თქვა ვასომ და ის აიღო ჩიქა, მაგრამ არ დალია. ის უბრალოდ უჭირავდა, ის უყურებდა იმ ორთქლს, რომელიც ადიოდა ჩაიდან და ფიქრობდა, როგორ დაეწყო, როგორ ეთქვა ის, რაც მას უნდა ეთქვა. სესილია, დაიწყო მან მე არ ვიცი, როგორ დავიწყო. მე არ ვიცი, როგორ ვთქვა ის, რაც მე უნდა ვთქვა. სესილია უყურებდა მას, უყურებდა იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც იყო მისი ყველაფერი, რომელიც ოდესღაც იყო მისი სამყარო, რომელიც ოდესღაც იყო მისი სიყვარული. და ის ხედავდა, რომ ის იყო შეცვლილი, რომ ის იყო დაღლილი, რომ ის იყო დაკარგული. მაშინ უბრალოდ თქვი ის, რაც შენს გულზეა, ვასო, თქვა მან ჩუმად. უბრალოდ თქვი ჭეშმარიტება, ვასომ კივნოდა, დადო ჩიქა მაგიდაზე და თქვა, მე გავაკეთე შეცდომა. მე გავაკეთე საშინელი შეცდომა. მე დავტოვე შენ, დავტოვე ჩვენი ოჯახი, დავტოვე ყველაფერი, რაც იყო რეალური, რაც იყო მნიშვნელოვანი, იმ ილუზიისთვის, იმ ფანტაზიისთვის, რომელიც არასოდეს იყო რეალური. და ახლა მე ვარ აქ, ვარ დაკარგული, ვარ მარტო და მე არ ვიცი, რას ვაკეთებ. სესილია ისმენდა ყოველ სიტყვას, ყოველ ინტონაციას, ყოველ პაუზას. და ის ფიქრობდა, ეს არის ის, რასაც მე ველოდი. ეს არის ის აღიარება, რომელიც მე მინდოდა. ეს არის ის მაპატიება, რომელიც მე მჭირდებოდა. და ის გრძნობდა რაღაც უცნაურს, არა სიხარულს, არა შვებას, არამედ ერთგვარ სევდას, ერთგვარ იმედგაცრუებას. რადგან ის, რასაც ვასო ამბობდა, არ იყო სიყვარულის აღიარება, არ იყო სინანულის აღიარება, არ იყო იმის აღიარება, რომ ის ნამდვილად ესმოდა რა გააკეთა. ეს იყო უბრალოდ აღიარება იმისა, რომ ის იყო დაკარგული, რომ ის არ იცოდა რას აკეთებ და რომ ის სჭირდებოდა დახმარება. და რას მინდი ჩემგან, ვასო? ჰკითხა სესილიამ. მინდი დაბრუნება. მინდი რომ მე ვთქვა, რომ ყველაფერი კარგია, რომ მე გპატიე, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ისევ თავიდან, ვასომ უყურა მას და მის თვალებში იყო რაღაც, რაც სესილიამ იცნო, იმედი. მე არ ვიცი, სესილია. მე უბრალოდ ვიცი, რომ მე ვერ ვაგრძელებ ასე. მე ვერ ვაგრძელებ ცხოვრებას ნატოსთან, ვერ ვაგრძელებ თამაშს, ვერ ვაგრძელებ ყოფნას ადამიანი, ვინც მე არ ვარ. მე მინდა დაბრუნება სახლში, მინდა დაბრუნება ჩემს ცხოვრებაში, მინდა დაბრუნება შენთან. სესილია დადგა და მივიდა ფანჯარასთან, მოყურებდა გარეთ, სადაც თოვლი იწყებდა ისევ ცემას, სადაც ქალაქი იწყებდა ისევ დაფარვას თეთრი საბნით. და ის ფიქრობდა ყველა იმ წელზე, რომელიც ის გაატარა ვასოსთან, ყველა იმ ტკივილზე, ყველა იმ ღალატზე, ყველა იმ ცრემლზე. და ის ფიქრობდა ასევე ყველა იმ კარგ მომენტზე, ყველა იმ სიცილზე, ყველა იმ სიყვარულზე, რომელიც ოდესღაც იყო რეალური, რომელიც ოდესღაც იყო ლამაზი, რომელიც ოდესღაც იყო ყველაფერი. და ის იცოდა, რომ ის უნდა გადაეწყვიტა, უნდა მიეცა ვასოს კიდევ ერთი შანსი, უნდა დაეშვა ის ისევ თავის ცხოვრებაში, უნდა ერისკა ისევ ყველა იმ ტკივილით, ყველა იმ ღალატით, ყველა იმ ცრემლით. თუ უნდა ეთქვა არა, უნდა დაეხურა ეს თავი, უნდა დაეწყო ახალი ცხოვრება, სადაც ის იქნებოდა თავისუფალი, სადაც ის იქნებოდა დამოუკიდებელი, სადაც ის იქნებოდა მხოლოდ თავისი. ვასო, თქვა მან, არ შემოbrunებულა, აგრძელებდა ფანჯრისკენ ყურებას, მე გიყვარდი.
მე გიყვარდი ისე ძლიერად, რომ ეს მткიოდა. მე გიყვარდი ისე ძლიერად, რომ მევიტანდი ყველაფერს, ყველა ღალატს, ყველა ტყუილს, ყველა ღამეს, როდესაც შენ არ იყავი სახლში. მე ველოდი შენ, ველოდი იმას, რომ შენ დაბრუნდებოდი, ველოდი იმას, რომ შენ გახდებოდი ისევ ის ადამიანი, ვინც შენ იყავი, როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით. მაგრამ შენ არასოდეს დაბრუნდი. შენ ყოველთვის იყავი სადღაც სხვაგან, ყოველთვის იყავი ვიღაცასთან სხვასთან, ყოველთვის იყავი ის, ვინც შენ არ იყავი, ის შემოbrunდა და უყურა ვასოს და მის თვალებში იყო ცრემლები, მაგრამ ის არ ტიროდა. ის უბრალოდ უყურებდა მას, უყურებდა იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც იყო მისი ყველაფერი. და ახლა შენ მოდიხარ აქ, მოდიხარ და მეუბნები, რომ შენ გააკეთე შეცდომა, რომ შენ მინდა დაბრუნება. მაგრამ ვასო, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ შენ რეალურად მიხვდი, რომ შენ მატოვე რაღაც ღირებული. თუ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ ვერ იყავი ბედნიერი ნატოსთან და ახლა შენ ეძებ რაღაც ნაცნობს, რაღაც უსაფრთხოს, რაღაც რაც არ მოითხოვს შენგან ძალისხმევას, ვასო უყურებდა მას და ის არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ის არ იცოდა პასუხი. ის არ იცოდა რატომ მოვიდა აქ, რას ეძებდა, რას უნდოდა. ის უბრალოდ იცოდა, რომ ის არ შეეძლო იყოს იქ, სადაც ის იყო, არ შეეძლო გაეგრძელებინა ცხოვრება ნატოსთან, არ შეეძლო გაეგრძელებინა თამაში. მე არ ვიცი, სესილია, თქვა მან ჩუმად. მე რეალურად არ ვიცი. მე უბრალოდ ვიცი, რომ მე ვარ აქ და მე მინდა. მე მინდა რაღაც, რაც იყოს რეალური, რაც იყოს ჭეშმარიტი, რაც იყოს. სესილიამ შეაწყვეტინა, რაც იყოს მარტივი, რაც არ მოითხოვს შენგან იყო პატიოსანი, იყო ერთგული, იყო ის, ვინც შენ ამბობ რომ ხარ, ვასო ჩუმად იყო, რადგან ის იცოდა, რომ სესილია მართალი იყო, რადგან ის იცოდა, რომ ის არ მოდიოდა აქ სიყვარულის გამო, არ მოდიოდა აქ სინანულის გამო, არ მოდიოდა აქ იმის გამო, რომ ის რეალურად ესმოდა რა გააკეთა. ის მოდიოდა აქ, რადგან ის იყო დაკარგული, რადგან ის იყო შეშინებული, რადგან ის სჭირდებოდა რაღაც ნაცნობი, რაღაც უსაფრთხო. და სესილია, რომელიც იცნობდა მას ისე კარგად, რომელიც ხედავდა მას ისე ნათლად, გადაწყვიტა. ის გადაწყვიტა, რომ ის აღარ იქნებოდა ის ქალი, რომელიც ელოდა, რომელიც იმედოვნებდა, რომელიც იტანდა. ის გადაწყვიტა, რომ ის იქნებოდა ის ქალი, რომელიც იცოდა თავისი ღირებულება, რომელიც იცოდა რას იმსახურებდა, რომელიც იცოდა როდის უნდა ეთქვა არა. ვასო, თქვა მან და მისი ხმა იყო მყარი, ძლიერი, მე არ შემიძლია გავაკეთო ეს. მე არ შემიძლია მივიღო შენ უკან. მე არ შემიძლია დავიწყო ისევ თავიდან, არ შემიძლია ვიყო ისევ ის ქალი, რომელიც ელოდა შენ, რომელიც იტანდა შენს ღალატებს, რომელიც ცხოვრობდა იმედში, რომ ერთ დღეს შენ შეიცვლებოდი. მე გავატარე ძალიან ბევრი წელი ასე და მე აღარ შემიძლია. მე იმსახურებ უკეთეს. მე იმსახურებ ადამიანს, რომელიც მიყვარს არა იმიტომ, რომ მე ვარ ნაცნობი, არა იმიტომ, რომ მე ვარ უსაფრთხო, არამედ იმიტომ, რომ მე ვარ მე. ვასო უყურებდა მას და მის სახეზე იყო რაღაც, რაც სესილიამ არასოდეს ნახა, დამარცხება. არა ბრაზი, არა სიბრაზე, არა უარყოფა, არამედ უბრალოდ დამარცხება, აღიარება იმისა, რომ ის წააგო, რომ ის დაკარგა, რომ ის ვერ დაიბრუნებდა იმას, რაც ის დაკარგა. მე გავიგე, თქვა მან ჩუმად. მე გავიგე, სესილიას ის დადგა, აიღო თავისი ქურთუკი და მივიდა კარისკენ. მაგრამ კართან ის გაჩერდა, შემოbrunდა და თქვა, მე მინდა იცოდე, რომ მე ვნანობ. მე რეალურად ვნანობ ყველაფრის გამო, რაც მე გავაკეთე, ყველა ტკივილის გამო, რომელიც მე მოგაყენე. და მე ვიცი, რომ ეს არაფერს ცვლის, მაგრამ მე მინდა, რომ შენ იცოდე, სესილია კივნოდა და ის იგრძნო, რომ რაღაც იშლებოდა მის შიგნით, რაღაც, რაც ის ინახავდა წლების განმავლობაში, ის ბრაზი, ის სიძულვილი, ის სიმწარე. და ის იგრძნო ასევე რაღაც სხვა, შვება, თავისუფლება, ახალი დასაწყისი. მე ვიცი, ვასო, თქვა მან. და მე გპატიებ. არა შენთვის, არამედ ჩემთვის. რადგან მე აღარ მინდა ვატარო ეს წონა, აღარ მინდა ვიყო ის ქალი, რომელიც ცხოვრობს წარსულში. მე მინდა წავიდე წინ, მინდა დავიწყო რაღაც ახალი, რაღაც რაც არის მხოლოდ ჩემი, ვასო მკივნოდა, გახსნა კარი და გავიდა. და როდესაც კარი დაიხურა, როდესაც სესილია დარჩა მარტო, ის იჯდა ისევ სამზარეულოს მაგიდასთან და ის ატირდა. ის ატირდა ყველა იმ წლის გამო, რომელიც ის დაკარგა, ყველა იმ ტკივილის გამო, რომელიც ის იტანა, ყველა იმ იმედის გამო, რომელიც ის ინახავდა. მაგრამ ის ატირდა ასევე იმ შვების გამო, რომელიც ის გრძნობდა, იმ თავისუფლების გამო, რომელიც ის გრძნობდა, იმ ახალი დასაწყისის გამო, რომელიც ელოდა მას. და როდესაც ის დაასრულა ტირილი, როდესაც ის აწმინდა თავის ცრემლებს, ის დადგა, მივიდა ფანჯარასთან და უყურა გარეთ, სადაც თოვლი აგრძელებდა ცემას, აგრძელებდა ყველაფრის დაფარვას თავისი თეთრი საბნით. და ის იცოდა, რომ ხვალ როდესაც მზე ამოვიდოდა, როდესაც თოვლი დებოდა, ყველაფერი იქნებოდა განსხვავებული. ყველაფერი იქნებოდა ახალი. ყველაფერი იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ
რა მოხდა ვასოსთან? სად წავიდა ის იმ დღის შემდეგ? და როგორ დასრულდა მისი ისტორია ნატოსთან? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხები მოვიდოდა მალე და ეს პასუხები იქნებოდა უფრო დრამატული, უფრო მტკივნეული, უფრო ტრაგიკული, ვიდრე ნებისმიერმა შეეძლო წარმოედგინა. თბილისის მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთმა ტექნიკურმა მუშაკმა, კაცმა სახელად გიორგიმ, რომელიც მუშაობდა იქ 30 წლის განმავლობაში და ხედავდა ყველაფერს, რაც ხდებოდა კულისების უკან, მოგვიანებით მოყვა ისტორია, რომელიც არასოდეს გახდა საჯარო. ისტორია, რომელიც ხსნიდა იმას, თუ რა ხდებოდა ვასოსა და ნატოს ურთიერთობაში იმ უკანასკნელ თვეებში. გიორგი იხსენებს, რომ ერთ საღამოს, როდესაც სპექტაკლი უკვე დასრულებული იყო და ყველა წავიდა, ის დარჩა თეატრში, რომ დაეხურა ზოგიერთი ნათურა და შეემოწმებინა ელექტროობა. როდესაც ის გადიოდა კორიდორში, ის გაიგონა ხმები ერთ-ერთი გრიმიორკიდან, ვასოს და ნატოს ხმები და ისინი არ უბრალოდ საუბრობდნენ, ისინი ჩხუბობდნენ ისე ხმამაღლა, ისე სასტიკად, რომ გიორგიმ გაჩერდა და მოусმინა, თუმცა ის იცოდა, რომ ეს არ იყო სწორი. მაგრამ ის, რასაც ის გაიგონა, იყო ისეთი შოკის მომგვრელი, ისეთი საშინელი, რომ ის ვერ შეძლო არ მოესმინა. ნატო ყვიროდა, შენ მატყუებ, ვასო. შენ მატყუებ ისევ. შენ ხვდები სესილიას, შენ ურეკავ მას, შენ აპირებ დაბრუნებას მასთან და მე ვარ აქ, ველოდები შენ, ვიცავ ჩვენს ურთიერთობას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არასოდეს არსებობდა, ვასოს ხმა იყო დაღლილი, თითქმის ჩურჩულისებრი. ნატო, გთხოვ, არ დაიწყო ისევ. მე არ ვაპირებ დაბრუნებას სესილიასთან. მე უბრალოდ ვსაუბრობდი მასთან ბავშვების შესახებ, განქორწინების შესახებ. ბავშვების შესახებ? განქორწინების შესახებ. ვასო, შენ ფიქრობ, რომ მე ვარ სულელი. მე ვიცი, რა ხდება. მე ვიცი, რომ შენ ნანობ, რომ შენ მინდა დაბრუნება, რომ შენ ვერ იტან ამ ცხოვრებას ჩემთან, რადგან მე არ ვარ სესილია, რადგან მე არ ვარ ის ქალი, რომელიც ყველაფერს იტანს, ყველაფერს პატიობს, ყველაფერს ელოდება. გიორგი იხსენებს, რომ შემდეგ მოისმა რაღაცის ტყდომის ხმა, შეიძლება ჭიქა, შეიძლება ბოთლი და შემდეგ ჩუმება გრძელი, მძიმე ჩუმება. და შემდეგ ვასოს ხმა ისეთი ჩუმი, ისეთი მშვიდი, რომ ეს იყო უფრო საშინელი, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი ყვირილი. შენ მართალი ხარ, ნატო? შენ მართალი ხარ ყველაფერში. მე ვნანობ. მე რეალურად ვნანობ. მე ვნანობ, რომ მე დავტოვე სესილია, ვნანობ, რომ მე მოვედი შენთან, ვნანობ, რომ მე ვფიქრობდი, რომ შენ იყავი ის, რაც მე მჭირდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად მე ვნანობ იმას, რომ მე გატყუე, შენს გატყუე იმ იმედით, რომ ჩვენ შეგვეძლო ყოფნა ბედნიერები ერთად. ნატოს ხმა, როდესაც ის ისევ ისაუბრა, იყო სავსე ცრემლებით, სავსე ტკივილით, მაშინ წადი, ვასო. წადი სესილიასთან. წადი იმ ცხოვრებაში, რომელიც შენ ფიქრობ, რომ გინდა. მაგრამ იცოდე, რომ როდესაც შენ წახვალ, როდესაც შენ დატოვებ მე, შენ დატოვებ არა მხოლოდ მე. შენ დატოვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გჯეროდა შენ, რომელიც იცავდა შენ, რომელიც ფიქრობდა, რომ შენ იყავი ღირსი მათი რწმენისა. გიორგიმ არ გაიგონა რა მოხდა შემდეგ, რადგან ის წავიდა იმ შიშით, რომ ისინი შეიძლება გამოსულიყვნენ და დაენახათ ის. მაგრამ ის, რასაც ის გაიგონა, იყო საკმარისი იმისთვის, რომ გაეგო, რომ ვასოსა და ნატოს ურთიერთობა იყო დასასრულს, რომ ის იყო მომაკვდავ ცხოველი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ უკვე იყო გვიან. და გიორგი მიფიქრა იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იტანჯებოდა ამ ურთიერთობის გამო, სესილია, რომელიც დაკარგა თავისი ქმარი, ნატო, რომელიც დაკარგა თავისი იმედები და ვასო, რომელიც დაკარგა საკუთარი თავი. და ის იფიქრა იმაზეც, თუ რატომ ხდება ასე, რატომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ სიყვარულს, პოულობენ მხოლოდ ტკივილს, რატომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ბედნიერებას, პოულობენ მხოლოდ სასოწარკვეთას. მაგრამ ის, რასაც გიორგი არ იცოდა, ის, რასაც არავინ იცოდა იმ დროს, იყო ის, რომ ნატო არ აპირებდა უბრალოდ დატოვებას ვასოს, არ აპირებდა უბრალოდ წასვლას ჩუმად. ის აპირებდა რაღაცის გაკეთებას, რაღაცის, რაც შეცვლიდა ყველაფერს, რაღაცის, რაც გახდებოდა სკანდალი, რაღაცის, რაც დაასრულებდა არა მხოლოდ მათ ურთიერთობას, არამედ ასევე ვასოს კარიერას, ვასოს რეპუტაციას, ვასოს ცხოვრებას. ნატომ გადაწყვიტა, რომ თუ ის ვერ ექნებოდა ვასო, მაშინ არავის ექნებოდა ის. ის გადაწყვიტა, რომ ის გაამჟღავნებდა ყველაფერს, ყველა ღალატს, ყველა ტყუილს, ყველა საიდუმლოს, რომელიც ვასო ინახავდა წლების განმავლობაში. ის გადაწყვიტა, რომ ის წავიდოდა გაზეთებში, ჟურნალებში, ტელევიზიაში და მოყვებოდა ყველაფერს, მოყვებოდა იმას, თუ როგორი იყო ვასო რეალურად, როგორი იყო ის კაცი, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა. და ერთ დღეს, 1978 წელს, ნატომ გააკეთა ეს. ის წავიდა ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში, რომელიც იყო ცნობილი თავისი სკანდალური მასალებით და მისცა ინტერვიუ, რომელიც გახდებოდა ბომბი, რომელიც აფეთქდებოდა თბილისის თეატრალურ წრეებში როგორც ატომური ბომბი.
ნატომ მოყვა ყველაფერი, მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვასო ატყუებდა სესილიას წლების განმავლობაში, მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ ის იყენებდა თავის პოზიციას, რომ ჰქონოდა ურთიერთობები ახალგაზრდა მსახიობებთან, მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ ის აპირებდა დაბრუნებას სესილიასთან, მაგრამ ამავე დროს აგრძელებდა ურთიერთობას მასთან. ის მოყვა ყველაფერი და ის არაფერს დამალავდა, არაფერს დაზოგავდა. როდესაც ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, როდესაც მთელმა თბილისმა წაიკითხა ეს იყო როგორც მიწისძვრა. ხალხი არ სჯეროდა, არ უნდოდა რწმენა, რომ მათი საყვარელი ვასო, ადამიანი, რომელიც აცინებდა მათ, რომელიც აძლევდა მათ სიხარულს, შეეძლო ყოფილიყო ასეთი. მაგრამ ნატომ მოიტანა მტკიცებულებები, წერილები, ფოტოები, ჩანაწერები. ის მოიტანა ყველაფერი, რაც მას ჰქონდა და ის დადოეს ყველაფერი მაგიდაზე, დადოეს ყველაფერი საჯაროდ, დადოეს ყველაფერი იმ იმედით, რომ ეს გაანადგურებდა ვასოს, გაანადგურებდა მას ისე, როგორც ვასომ გაანადგურა ის. ვასო, როდესაც ის წაიკითხა ეს ინტერვიუ, როდესაც ის დაინახა თავისი სახელი იმ გაზეთში, იმ სიტყვებთან ერთად, რომლებიც აღწერდა მას როგორც მოღალატეს, როგორც ტყუილის მტკმელს, როგორც ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა პატივისცემა არც ქალების მიმართ, არც საკუთარი ოჯახის მიმართ, იგრძნო რაღაც, რაც ის არასოდეს გრძნობდა, სრული, აბსოლუტური დამარცხება. ის იგრძნო, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა წლების განმავლობაში, ყველაფერი, რაც ის ააშენა, ყველაფერი, რაც ის იყო, იშლებოდა მის წინაშე და ის ვერაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. ის იგრძნო, რომ ის იყო შიშველი, გაშიშვლებული და უცველი და მთელი სამყარო უყურებდა მას, უყურებდა მის სირცხვილს, მის ცოდვებს, მის სისუსტეებს. და ის იცოდა, რომ ის უნდა გააკეთოს რაღაც, უნდა ეთქვა რაღაც, უნდა დაეცვა საკუთარი თავი. მაგრამ რას შეეძლო თქმა? როგორ შეეძლო უარყოფა იმისა, რაც იყო ჭეშმარიტება? როგორ შეეძლო დაცვა საკუთარი თავისა, როდესაც ის იცოდა, რომ ის იყო დამნაშავე, როდესაც ის იცოდა, რომ ყველაფერი, რასაც ნატო ამბობდა, იყო სიმართლე? ის შეეძლო მხოლოდ ერთი რამ, ჩუმად ყოფნა, მიღება ამ ყველაფრისა, ტანა ამ ყველაფრისა და იმედი, რომ ერთ დღეს იქნებ ხალხი დაივიწყებდა, იქნებ ხალხი აპატიებდა, იქნებ ის შეძლებდა დაწყებას ისევ თავიდან. მაგრამ სესილია, როდესაც ის წაიკითხა ეს ინტერვიუ, როდესაც ის დაინახა ყველა ეს დეტალი, ყველა ეს ღალატი, ყველა ეს ტყუილი, რომელიც ის იცოდა, მაგრამ არასოდეს ნახა ასე საჯაროდ, ასე ღიად, იგრძნო რაღაც უცნაური, არა სიხარული, არა კმაყოფილება, არამედ ერთგვარი სევდა, ერთგვარი თანაგრძნობა. ის იცოდა, რომ ვასო იმსახურებდა ამას, იცოდა, რომ ის უნდა ეტანა შედეგები თავისი ქმედებებისა, მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს არ იყო გამარჯვება, არ იყო შურისძიება, არ იყო სამართლიანობა. ეს იყო უბრალოდ კიდევ ერთი ტრაგედია, კიდევ ერთი დაკარგული ცხოვრება, კიდევ ერთი გატეხილი გული. და სესილიამ გააკეთა რაღაც, რაც არავინ მოელოდა, რაღაც, რაც გააოცა მთელი თბილისი. ის გამოვიდა საჯაროდ, გამოვიდა და მისცა ინტერვიუ, სადაც ის თქვა, ვასო გოძიაშვილი არის ადამიანი, რომელმაც გააკეთა შეცდომები, ბევრი შეცდომა. ის არის ადამიანი, რომელმაც მომაყენა ტკივილი, ბევრი ტკივილი. მაგრამ ის ასევე არის ადამიანი, რომელიც არის ნიჭიერი, რომელიც მისცა ხალხს სიხარული, რომელიც შექმნა რაღაც ლამაზი ამ სამყაროში. და მე არ ვაპირებ მის გმობას, არ ვაპირებ მის დაცემას, არ ვაპირებ მონაწილეობას ამ ყველაფერში. მე უბრალოდ ვაპირებ წასვლას წინ, ვაპირებ ცხოვრებას ჩემი ცხოვრებით, ვაპირებ ყოფნას ის, ვინც მე ვარ. ეს იყო სესილიას ბოლო სიტყვები ვასოს შესახებ, ბოლო საჯარო განცხადება. და ამის შემდეგ ის რეალურად წავიდა წინ, რეალურად დაიწყო ახალი ცხოვრება, სადაც ის იყო არა ვასოს ცოლი, არა ვასოს მსხვერპლი, არამედ უბრალოდ სესილია თაქაიშვილი, მსახიობი, ქალი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ისტორია, საკუთარი ტკივილი, საკუთარი ძალა. და ხალხი, რომელიც ხედავდა მას, რომელიც უსმენდა მას, რომელიც იცნობდა მას, პატივს სცემდა მას ამისთვის, პატივს სცემდა მას იმ ღირსებისთვის, რომელიც ის ინარჩუნებდა, იმ ძალისთვის, რომელიც ის აჩვენებდა, იმ სიბრძნისთვის, რომელიც ის ფლობდა. მაგრამ რა მოუვიდა ვასოს და ნატოს ამ ყველაფრის შემდეგ? როგორ დასრულდა მათი ისტორია? და რა იყო ის საბოლოო ფასი, რომელიც მათ გადაიხადეს ამ ომისთვის, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო? დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ ისტორიას, რომელიც იყო სესილია თაქაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის ქორწინება, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ სკანდალს, არა მხოლოდ ღალატს, არა მხოლოდ ტკივილს. ჩვენ ვხედავთ ორ ადამიანს, რომლებიც იყვნენ პროდუქტი თავიანთი დროის, თავიანთი გარემოს, თავიანთი აღზრდის. ვასო იყო კაცი, რომელიც გაიზარდა იმ კულტურაში, სადაც კაცის ღირსება იზომებოდა მისი დაპყრობებით, არა მხოლოდ პროფესიულით, არამედ ასევე პირადით. სადაც ქალები იყვნენ ტროფეები, იყვნენ დადასტურება მისი მამაკაცობის, მისი ძალის, მისი მიმზიდველობის.
და სესილია იყო ქალი, რომელიც გაიზარდა იმ კულტურაში, სადაც ქალის ღირსება იზომებოდა მისი უნარით იტანოს, იელოდოს, იყოს ერთგული, თუნდაც როდესაც ეს ნიშნავდა საკუთარი თავის განადგურებას. მაგრამ ისინი იყვნენ ასევე ორიგენიოსი, ორი ნიჭიერი ადამიანი, რომლებმაც მისცეს საქართველოს კულტურას რაღაც ღირებული, რაღაც ლამაზი, რაღაც რაც გადარჩა მათ პირად ტრაგედიას. სესილიას სპექტაკლები, მისი როლები, მისი სწავლება, ეს ყველაფერი რჩება, ეს ყველაფერი აგრძელებს ცხოვრებას თაობიდან თაობაში. ვასოს სპექტაკლები, მისი რეჟისურა, მისი ხედვა, ეს ყველაფერი ასევე რჩება, თუნდაც მისი სახელი იყოს დაფარული სკანდალით. რადგან ხელოვნება გადარჩება ხელოვანს, ხელოვნება გადარჩება ცხოვრებას, ხელოვნება გადარჩება ყველაფერს. და იქნებ ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ამ ისტორიიდან. არა ის, რომ ვასო იყო ბოროტი, არა ის, რომ სესილია იყო მსხვერპლი, არამედ ის, რომ ორივე მათგანი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანები, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, და რომლებიც ცხოვრობდნენ შედეგებთან. რომ სიყვარული არ არის საკმარისი, თუ არ არის პატივისცემა, ერთგულება, მუშაობა. რომ ნიჭი არ არის საკმარისი, თუ არ არის ხასიათი, პრინციპები, ღირსება. რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ წარმატება და აპლოდისმენტები, არამედ ასევე მარცხი და ტკივილი და სწავლა. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ სესილია თაქაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის ისტორიაზე? იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლნი თავიანთი დროის, თავიანთი კულტურის, თავიანთი აღზრდის? თუ ისინი თავად იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთ არჩევანებზე, თავიანთ ქმედებებზე, თავიანთ ბედზე? იყო თუ არა სესილია ძალიან ძლიერი, რომ წავიდა, თუ ძალიან სუსტი, რომ დარჩა ისე დიდი ხანი? იყო თუ არა ვასო უბრალოდ პროდუქტი თავისი დროის, თუ ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო არჩევანი, მაგრამ აირჩია არასწორი გზა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, ახსოვთ თუ არა ისინი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს მოგონებებში. დააჭირეთ მოწონებას ჭეშმარიტებისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ააშენეს ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი ისტორია.